ის იქნება რეგლამენტის ჩამწერი გაფსდები ფეხბურთზე იმ ახალგაზრდებს. დაინტერესდეს ჩემი დაინტერესდებით იმ თანხის პროექტები, ანუ გაკეთებოდა და ისი გაკეთება უნდა და ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მეუბნები, უნდა იყოს პირდაპირ ჩართული ამ პროცესში. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ თანხებმა ფეხბურთის ფედერაციისთან გაიაროს. ანუ ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს მთავარი დამწესებელი თამაშის წესებიც და ანუ კლუბებმაც თავისთავად უნდა გაატარონ ის პოლიტიკა, რასაც ფეხბურთის ფედერაცია მათ შეთავაზა. ყველაზე მთავარი ზუსტად ეს აღინიშნა, რომ ძალიან საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს თანამშრომლობა საპარლამენტო კომიტეტსა და სამეცნიერო შორის და ასევე ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთობა, საერთოდ ფედერაციებთანაც ფაქტიურად ეს დაძაბულობა იმედია რომ წარსულს ჩავარდა და ყველა შედეგზე ვართ ორიენტირებული. ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი, თუნდაც ფედერაციის ხელმძღვანელობა დარწმუნდა რომ ჩვენთვის მთავარია რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ფედერაციების ორგანვითარებას და ის რესურსი, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, ეს არ არის პატარა თანხები, ეს თანხები რაც შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული. შემდგომი ნაბიჯები არის ასევე რომ ჩვენ ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი განვითარების გეგმა შევადგენთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ახალგაზრდობისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები და მასობრივი სპორტის განვითარება ერთ-ერთი საზრუნავი ჩვენი სამინისტროსთვის და იმედია შემდგომი ანგარიშის დროს უფრო მეტი კიდე საბაბი გვექნება იმისა, რომ ბევრი წარმატებები აღნიშნოთ. სპორტულ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი მოეწეს ოლიმპიური თამაშებია.